ეს საგალობელი ქართველთა წმინდა მეფემ, კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ძემ, დემეტრე დამიანემ ქრისტიანთათვის ყველაზე დიდ სიწმინდეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მიუძღვნა და იგი მსხმოიარე ვენახს შეადარა. ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ ქართველი კაცისთვის ვაზი, ვენახი, სანუკვარი იყო, რომელსაც გამორჩეულ თაყვანს სცემდა ჩვენი წინაპარი. ქართველის იდენტურობა, ქრისტიანობა, სასწაული სიყვარული ოჯახის მიმართ, მოყვასის მიმართ და მე ვიტყვი ყველასაგან განსხვავებული ურთიერთობა ვასთან. აი ქართველი ეს არის. ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე საქართველოს მაშინდელი მსოფლიო ღვინის სამშობლოდ იცნობდა. სწორედ ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ყურძნის მარცვლები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ვაზის ქართულ წარმომავლობას. ქრისტიანობამ ვაზს, ვენახს, ღვინოს საღვთისმეტყველო დატვირთვა მისცა და მასთან დააკავშირა ეკლესიის წმინდა საიდუმლოთა შორის უპირატესი ზიარება. ქრისტესჯობის შემდეგ ვაზის კულტურა ქრისტიანული საქართველოს სიმდიდრის, სიძლიერისა და სიწმინდის სიმბოლოა, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდებოდა და სჭირდება. ენაკ საიდან გაჩდი? ბარაქიანო შენა. რა მარჯვენამ მოგიყვანა აქა? ჯიშიანო შენა. შენა ხარ ვენა. არიღლება როცა მუშაობს ვაში. იცი რატომ სიამოვნებით მუშაობს? იმან იცის რომ ამის პროდუქტი რომელსაც ის მოიწევს მარტო მას არ უნდა. თავისი არ არის. ამ პროდუქტით უბედნიერესია რომ უწილადოს უნდა თელ სამყაროს და თან დაიტრაბახოს რომ მისი მოწეულია, რომ მისი ნაჯაფებია და როგორ ვატყობ, აი როგორი ყურძენი მოვიდა და მე როგორი ღვინო დადგა და როგორ ერთმანეთს აპაექრებენ ნამდვილი გლეხები, ნამდვილი მეძვრები თავის ღვინოს, თავის პროდუქტს. ქართული ქრისტიანული ოჯახის სიძლიერე ყოველთვის ორ უდიდეს სიმდიდრეს, უფლის მიერ ნაბოძებ არსობის ფურს და ღვინოს ეფუძნებოდა, ვისაც პურღვინოთ სტუმრის გამასპინძლება შეეძლო, ნამდვილ ქართულ, მადლიან მასპინძლად ითვლებოდა. უნდა გვახსოვდეს, იმ ღვინოს ამდენი ენერგია რო აქვს წაღებული ადამიანის შრომის სახით, თვითონ ძალიან ძლიერია და შენ მომხმარებელო არ უნდა გაუთამამდე. იმდენი ძალა აქვს იმ დალოცვილს, იმ ნუნუას რომ შენ კი არა ქვევს გახეთქავს, თუ არასწორად მოექცევი. დუღილის დროს დუღარე მაჭრის მიღება ადამიანისთვის არ არის რეკომენდებული, იმიტომ რომ ეს ბაქტერიები მოხდება კუჭნაწლავს და შეიძლება მოხდეს ძალიან სერიოზული დისკომფორტის, კუჭნაწლავის აშლილობის, ნაწლავების გადაბერვის და ძალიან ბევრი სხვა დისკომფორტის. უყვართ ხანდახან ესე კი ახალი მაჭრის დალევა, მაგრამ ძველი გლეხები იტყოდნენ ხოლმე რომ მაჭარიო ქვევსაც კი გახეთქავსო და ადამიანის მოცავს რასოზავს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ვაზი და ღვინო ქართული კულტურის ყველა მიმართულებაში დამკვიდრდა. მის გამოსახულებას ტაძრებზე კვეთდნენ კირით ხურონი, უძღვნიდნენ საგალობლებს, ლექსებს. ეს იცოდა მტერმაც და როცა საქართველოს დასაპყრობად მოდიოდა, უპირველესად ვაზის განადგურებას იწყებდა. ჩეხდა, კაფავდა, წვავდა, თუმცა მისი ძირი მაინც ვერ ამოძირკვა. ვერ ამოშანთა ქართული მიწიდან უდიდესი სიწმინდე, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოდ იქცა. ყურძენი და ღვინო არა მხოლოდ სულის, სნეულთა მკურნალიც არის. ჩვენ ღვინო ვთქვით და არც ერთი ნისხალი არაა ყურძენს, რომლის გამოყენება არ ხდება. ღვინო თავისთავად ბადაგად, მერე თათარა, ჩურჩხელა, მაგარი სასმელი არაყი, ჭაჭის არაყი, წიფწები. მისი წიფწები ეს უნიკალური ენერგიის მატარებელი კონცენტრატის შემცველია. არც ერთი ნაწილი არ დარჩება, რომელიც ადამიანმა კეთილად არ მოიხმაროს. გონიერმა, კეთილგონიერმა და მორწმუნე ადამიანმა. ყურძენი გარდა იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ შეიცავს სუფთა გლუკოზას, რომელიც არის ენერგეტიკული ნივთიერება და უზრუნველყოფს ჩვენი ორგანიზმის დაკმაყოფილებას ამ მეტად მნიშვნელოვანი შაქრით,
შეიცავს დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს, მასში არის ასევე პექტინები, ტანინი, შედის ანტიოქსიდანტური ნივთიერებები, ანუ ის ნივთიერებები, რომელიც ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას და ხელს უწყობს ბიოლოგიური ჟანგვის და დაბერების პროცესების შენელებას. ეს ნივთიერებები დიდი რაოდენობით არის ყურძნის წვენშიც, მის ჩენჩოში და ასევე ყურძნის მარცვლებში, წიფწებში. და დღეს დიდი აჟიოტაჟია იმაზე, რომ წიფწისგან გამოხდილი ზეთი გამოყენებული არის როგორც ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება და ძლიერი ანტიოქსიდანტური ნივთიერება. ყურძნის მრავალმხრივი სამკურნალო თვისება აუმჯობესებს ძარღვებში სისხლის მიმოქცევას, მაღლასწევს საერთო ტონუსს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და წმენს ორგანიზმს. ვაზი, ყურძენი და ღვინო ქართველობისა და ქართული სუფრის იდენტურია. თითქოს და როგორც ძველად იტყოდნენ, ღვინო ქართველი კაცის ხმალიაო და მართლაც ლხინში, ჭირში, ომსა თუ შრომაში უღვინობა საქართველოში შეუძლებელია.